გამარჯობათ. დიდი ხანი არ გამოჩენილ ვარ მოგესალმებით ნამჯის სახლიდან. მოკლედ პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ გავანახლე სახლის რემონტი. შარშან ვერაფერი ვერ გავაკეთე, ხელი მქონდა ამოვარდნილი და ამოტეხილი და ერთი წელი ჩამივარდა. წელს გავანახლე სახლის მშენებლობა, დავიწყე ვანა ტუალეტის აქ საკანალიზაციო ჩავდე 4 მეტრიანი სიღრმის, შევიყვანე წყალი, ტრაქტორი მყავდა მოყვანილი. რაღაც ცუდი მიზეზების გამო არ მქონდა ხალისი რომ ვიდეოები გადამეღო. დავიწყე ვანა ტუალეტის გაკეთება, მათი გაჩვენებთ. ეს ჩვენი ზალა ყველაფერი წესრიგშია. მთელი ზამთარი კოხტათ იდგა სახლი. აქ შემდეგ ეტაპზე გვექნება სამზარეულო. მოკლედ ეს ერთი ოთახი, რომლის საშპაკლოს დავიწყებ ხვალანზე ეგ. ლიანად აქ ეს შოვები. ეს ქენი თავშპაკლე. ეს კირი წაუსვის საცდელად. ნახოთ როგორ დაიჭერს. ამ კედლებს კირით დავშპაკლავ, ამას ჩვეულებრივი კნაუფის შპაკლით. ანუ გიფსოკარტონს წაუსმო კნაუფის შპაკლს. რაც შეეხება აბაზანას, მოკლედ დაახლოებით ერთი კვირის ნამუშევარია ეს, იატაკი და კედლის ნაწილი და საბანაო ადგილი. ერთი სახეობის მეტლახი დავაქე. მანამდე რა თქმა უნდა ჰიდროიზოლაცია წაუსვი. აქ სადაც მეტლახია. შემდეგ ეტაპზე სავარაუდოდ საკანალიზაციო ის დაერთებულია და ჩვეულებრივად წყალი შემოვიყვანე მუშაობს ნორმალურად. ოღონდ კარგად მუშაობს ყველაფერი. აქ იქნება უნიტაზი. აქ იქნება ეგრეთ წოდებული ხელის დასაბანი რაკოვი. ფაქტიურად დარჩა დასაშპაკლის სამუშაოები. ვაპირებ როგორც აბაზანას, ასევე მთელი ზალის და მთელი ოთახების დაშპაკლავს ალბათ მიუხენკით ან ესპანკის სტილით ვნახოთ ორ ფერში, ორ ტონალობაში. აბაზანასაც შეეხება ამ ადგილებს ყველაფერს რა თქმა უნდა წყალგაუმტარი ბათქაშით დავშპაკლავ და მერე წყალგაუმტარი საღებავით შევღებავ. დაშპაკლის შემდეგ დაგვრჩება აი ამ კედლის ბუხრის კედლის მოპირკეთება და რაც ყველაზე მეტად მაფიქრებს, მადარდებს და მანერვიულებს, მაგრამ გავაკეთებ დარწმუნებული ვარ თუ მოვინდომებ ამ იატაკის ასე ვთქვათ, ქვის ეფექტის მიცემას და ისე რომ არც ცემენტის ტვერი არ ამოვიდეს და არც ესეთი ვიზუალი არ ქონდეს. მინდა რომ რაღაცნაირად დავაშლიფო და შემდეგ პატარ-პატარა ხარვეზები აქ აქ მაგალითად აქ სუფთა ბეტონით ამოვლესო და შემდეგ დავაშლიფო და შევღებო სხვადასხვა ეფექტით და ქვის ლაკით გავლაკო. ეს იქნება სავარაუდოდ ყველაზე რთული საქმე. ამას გავაკეთებ და შემდეგ შევხედოთ რა რაც გამოვა ფაქტია რომ სახლი დგას, ტემპერატურას მაგრა იჭერს. ეხლა სახლში მაგალითად საკმაოდ მაგრად გრილა, გარეთაც დიდად არცხელა ნიავი უბერავს. მაგრამ ხო და რაც თავარია, გარედან უნდა დაიშპაკლოს კედლები კირით წელს, იმიტომ რომ კიდე არ გინდა აწვიმს, აი 2 წლის განმავლობაში კირი რო არ უსვია. და რეცხადი ხდება, რა წვიმა რომ მოხდება, ქარიანი წვიმა განსაკუთრებით აქედან თუ ურტყავს. ესე 5-6 წელიწადში ჩამორეცხავს და ხელახლა სალესი იქნება და კირი კიდე იჭერს წყალს და ჩვეულებრივად უგინდა ვედრით ასხი წყალი. თან კირი კაი ანტისეპტიკია, სუნთქავია, ეკოლოგიურად სუფთა. კარგით, აბა მშვიდობიან
დღეს გისურვებ და მადლობა ვინც გულშემატკივრობს და ბალეშიკობს, განსაკუთრებით ვიცი რომ ერთი ახალგაზრდა სახელად გვარად კოკაია რიჟას ჩემი მეგობრის ბიჭი ძალიან გულშემატკივრობს და მინდა მოვიკითხო აქედან. მოგითხრა კოკი პატარა.